დღევანდელი ჩვენი შოუს თავარი ბიჭების თემა იქნება მომსახურება. ზოგადად მომსახურება, სერვისის, სხვადასხვა სფეროები, მომსახურება ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის გარეთაც და ასე შემდეგ. პირველი რით უნდა დავიწყოთ ახლა. ძალიან პოპულარული არის საქართველოში кейფი, ხო, დროსტარება, ამას მაგვიყვარს ძალიან. შესაბამისად, ეს მომსახურების ფორმა, ანუ მიმტანები, ეს ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი არიან, ხო? ბევრი ტიპი არსებობს, მოკითხო და მეგობრობა ყველას, მაგრამ ნუ მოკლედ ყავს მიმტანები, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე არიან, მაგრამ ასევე არიან ისეთები, აი მაგალითად შეიძლება შეხვიდე 5-6 მეგობარი შეუკვეთო რაღაც და მიმტანი ისეთი სახით მოდის და ისეთი სახით მოაქვს ეს შეკვეთა და ისე გემსახურება, ფიქრობ რომ ამან იკისრა ყველაფერი რა და თვითონ სუფრაზეც არ დასვეს რა. აი მოდის და ისე გემსახურება რომ აი მაგის გაკეთებულია ყველაფერი და სუფრაზეც არ დასვეს და შენ გულაობ არიან ეგეთი სახით მომსახურე პერსონალიც არსებობს. სა რა არის იცი აი მიმტანებზე გამახსენდა ეხლა აი თბილისში ხო ეხლა დაახლოებით არა დაახლოებით ერთი და იგივე მენიუა სხვადასხვა ადგილებში რა მაგრამ რეაქციები მიმტანს აქვს სხვადასხვანაირი მაგალითად ვაკეში ეხლა რო შევიდნენ რა საკეიფოდ 2-3 ტიპი შევიდა ხო საკეიფოდ რა ნუ საჭმელად რა და ეუნებია რომ იცი რა არის გოგონა გაუსვა ხაზი ვაკეში კეიფი ხო ეგ ცოტა ისე ხო და შედიხარ და მიმტანს ეთქ გოგონი თუ შეიძლება ერთი წამით რა და ეუნები რომ იცით რა არის აი ერთი ყაურმა მინდა გენაცვალე ერთი ჩალაღაჯი მინდა გენაცვალე და ერთი თათარიახნი და ამ დროს ეს გოგო ხო დგას აქ და ერთი წამით აუ თაკ არ დაიჭერე ვიღაცა ორი გამოშტერებული შემოვიდეს და შეუკვეთეს ჩალაღაჯი და ხინკალი არ არსებობს და დაგცინიან იქ რა მაგრამ არის კიდე პირიქით ვარიანტი მაგალითად გარეუბანში წახვედი და იქ მიხვედი და ეუნები რომ იცით რა არის ერთი მადამ ბოვარი მინდა ერთი ფონძიუ მინდა და იქით პირიქით არის კახა არ დაიჭერეს მა ორეთი გამო მოვიდე რაღაცა ფონძიო თუ რაღაცა მინდა ერთი გამაგებინე რა არის გამავში აბა რა არის არა გენასული არა ანუ პირიქითაც ხდება ხოლმე და კიდე რა ზოგიჟდები იცი რომ გაშინაურება იციან მიმტანებმა თუ ხარ დაფიქსირებული ერთი მიმტანი იყო და ეს რესტორანში ვარ და მოდის მახსოვს ხათუნა ქვია ესე მოვიდა ხათუნას მოგონა ბევრს ახასიათებს და გაშინაურება იციან ხოლმე შეკვეთა ხო გინდა გოგონი მობზანით ერთი წამი შეკვეთა მინდა ხო ხარი დიახ ხაი თუ შეიძლება რომ აი ეს ავარჩიეთ ეს რაღაც ხო მოდის ჟულიენს მე აბა რა სავიდე აი ესე პისტა ზაშაურია და თან აი ცოტა ესე მე არც ის არ არის გამორიცხული ერთი წამით მიტრიალდი რა ჩავიწერო პაპა სადა დიხარ ზემოდან მე გაწეს ხოლმე ყველაფერს სადა დიოდი და კიდე ერთ რამეს ვარ დაკვირვებული გესმის რომ აი საქართველოში ხო არის რაღაცნაირი სტერეოტიპი რა უნდა ჭამოს ნამდვილმა ქართველმა კაცმა აი რაც მანამდე ჩამოთვალე არის ეგეთი რაღაც კაცურ საჭმელებს ხო აბა რა ხინკალი ჩვენთან საჭმელებსაც აქვს სქესი ხო აბა სქესიანი საჭმელებია კი ხო და არის კი ამიტომ ძლიერი სქესის საკვები უნდა ჩამოთვალო აი მაგალითად რა ხინკალი ხო იგივე ხაში ყაურმა და ასე შემდეგ და ერთხელ ზივარ ტაქსში გესმის და მართლა არ ვიტყვები სერიოზულად ვიძახე ეგეთი რეკლამა მოვისმინე რადიოში ზივარ და ესე კი რადიოში როგორი რეკლამა ეხა იმ დუქნის ვისიც იყო იმის სახელს ვერ ვიტყვი მაგრამ ნუ პირობითად კახას დუქანი და კახას დუქანი და რეკლამა ესეთია თუ გინდა კარგი კაბაბი მოდი კახას დუქანში თუ გინდა კარგი ჩალაღაჯი მოდი კახას დუქანში თუ გინდა კარგი ოქროსფერი ხაში მოდი კახიას დუქანში თუ გინდა ჩვენებური კაბაბი მოდი კახიას დუქანში თუ არა და წადი და მაშინ ვინიგრეტი ჭამე აი ეს იყო რეკლამა ბარემ იცი რა უნდა დაეყოლებინა თუ ჭამამა შეჭამე თუ არა და ბარემ წადი ვინიგრეტი ჭამე და საყურეც გაიკეთე ბარემ რა გაიგენი გუშ ვინიგრეტი ძალიან გამსახურებელია მაგ დუქანში შეიძლება დარჩება კიდევ ჩვენთვის ნაცნობი ადამიანები ვინც ბევრ საქმეს აკეთებენ ჩვენთვის ან უნდა აკეთებდნენ ბევრ და ძალიან მნიშვნელოვანი ზოგი აკეთებს ზოგი ეს ამათთანაც ყველას ქონია შეხება ესენი არიან ხელოსნები ადამიანები ვისაც ჩვენს რემონტს ვანდობთ სახლის აშენებას და ერთხელ მაინც ვისაც ქონია შეხება მათთან ნუ იცის ეს რო ცალკე ეს აბსოლუტურად ცალკე რაღაცა არის ცალკე სამყაროა ისინი და მათთან ურთიერთობა და პირველი წესი არსებობს აქ აუცილებელი წესი ხო იცი ხელოსანთან ურთიერთობის აუცილებელი წესი არის რომ არასოდეს მას არ უნდა გადაუხადო წინასწარ დაუწერელი კანონი ხო არასოდეს ხელოსანს ფული წინასწარ ეს თვითონ მოიგონეს ჩვენ კი არა ანუ თვითონ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ არასოდეს არ შეძლებს წინასწარ ვიდრე საქმეს არ დაასრულებს იქამდე თანხა არ უნდა გადაუხადო თორე აი მე მაგარ შაში ხარ პირველ დღეს ხო მოვა ნახავს რაშია საქმე ძალიან სერიოზული სახით იმით ისეთი სახით რომ დროზე ადრე დამთავრდება შენი რემონტიც და ყველაფერი მალე დასრულდება და გადის მე დღეები არ ჩანს საერთოდ ურეკავ ჯერ არ გპასუხობს მე გპასუხობს და ეუბნები სადა ხარ რა ხდება რაშია საქმე მოხვალ რომ დაამთავრო ეს რაღაც ხვალ როგორ მოვალ აბა მოღრუბლულია და ხვალ შეიძლება იწვიმოს ძმაო და შეიძლება თუ იწვიმა ვერაფერს ვერ გავაკეთებ კარგი ზეგ მოდი ზეგ გვეჭველი წვიმა ვერ მოვალ კარგი შაბათს მოდი შაბათს ვერ მოვალ შაბათს რანაირად რატო რა ხდება
შაბაცხო ახლა დღესასწაულია ამ ხელა კვირაცხოვლობაა ძმაო. კვირაცხოვლობა, რა სიტყვი ახლა ფიქრობ, რომ დღესასწაულია, რა უნდა უთხრა ადამიანს. ამას ახლა რატო აკეთებს ამ კვირაცხოვლობას, რატო გეუბნება? ეს მე გრძელდება უსასრულოდ ეს დღესასწაულები. ერთი რომ დაამუღამებს რომ რელიგიურ თემაზე წამოეგე, მე ურეკავ რა მოხვალ 4 დღის მერე ვერა, რატო? ფესვი გრძელობაა მე და ამის გამოტოვება შეიძლება. კარგი, სამ შაბათს თუ მოხვალ, ამ შაბათს მინდა კაცობა, არა ამორიწულია. ადაპტესობა. ხო, რაღაც სულთ გაცლობანა, ასამო. მიდატეობაა და რაღაც. მინდა სრუბენტელას დღეა და როგორ აბა, საიდან უნდა მოვიდე და გაყვირებული შენის ეს რემონტის მიყვება ასე ქრისტიან დღესასწაულებს, რელიგიურ დღესასწაულებს მიყვება ეს. მე თან როგორ არის, ფული ხო გადახდილი გაქვს ამაში რა, უკვე მიცემული გაქვს, ეს დღესასწაულებმაც როგორც იქნა ჩაიარა, მოვიდა ეს ხელოსანი. მოიყვანეს ახლამდე და აი გიხარია უკვე. აბა შეუდგეთ და გაქვს ნათქვამი რომ აი ოთახი უნდა გაარემონტოს ფრიან თავის კარფანჯარა გამოცვალოს, რაღაც პალიერი თაროები დაგიკიდოს და უყურებს რა, ეხლა რა ეზარება რა იმის გაკეთება და გიპუსტი აკეთებს როგორ არის ქართულად? იყოს ჟარგონულად ეგრე. ეგრეა ქართულად. გიუფასურებს, გიპუჩეჩებს. მიდიხარ მაგალითად და მკითხე ეს აბა რეები გამახსენ ერთი რა უნდა გაიკეთო? ეუბნება აი კარი მაქვს რა გამოსასვლელი ეს კარი ხო უნდა გამოსულ უყურებს. რა გინდა კაცო შვენიერი კარი ამას რას? უკვე გადახდილი რო. ხო, უკვე გადახდილი. არ გინდა არა ეს კარგი კარია ესე დატოვე კაცო. ფანჯრები გამომიცვალა. შეიტყაფ. ფანჯრები ეხა რო ფანჯრები რო გამოცვალა რა შეიცი ძმაო საქმე? იმას რაფა უნდა მოსნა გაიგე და კარგი რაფები გაქვს და ეხა მაგის გაფუჭება არ გიღვის. აბა რაში გადაგიხადე? კედელზე რო თაროები თარო რა შეება იცი რო გახვრიტავ კედელს რა. ის თარო მე ამძიმებს და გაგიფუჭებს ამ კედელს რა გინდა რა? საბოლოო ჯამში ისე მოგიტრიალებს ყველაფერს რომ შენ რო წავა ეს ხელოსანი შენ ხო გაქვს თელი ოთახის გადახდილი ფული. აღმოჩნდება რომ მარტო საკეთი გამოგიცვალა. ან სასმის მაღაზიებში ხო არის ან მოგერგება, ან არ მოგერგება, მაგრამ საქართველოში არის როგორი ცნებები, იცი კიდე გაიწევს. არის. ხმარებაში მოждდება ძმაო. რომელიც გაიწევს, ხმარებაში მოждდება, რომელსაც ამდენი სეზონია უკვე ხმარობს და არ ცვდება მაგალითად. აი ესეთი ტიპის ტანსაცმელიც არსებობს, როგორ არა? ძალიან ბევრი. მე მომივიდა ამასთან ძალიან ბიჭო, რა ვიცი, როგორ გითხრათ, ეს ამბავი მომივიდა ეხლა რა, რამდენი ცოტა ხნის წინ დასავლეთში მივიდიოდი, პატარა შვილი მყავს რამდენიმე თვის და გზად ლამაზი საქანელად ავინახე და მეთქი ამ საქანელას უყიდი ახლა და წავუღებ რა. წავიყვან და ვაქანავებ იქ რა ვიცი. ბავშვისთვის საქანელას კიდევ გადავწყვიტე. მივედი ძალიან კეთილი ქალბატონია რა, ვინც ყიდის და რომელიც მომეწონა შევარჩია, აი წარმოგიდგენ საქანელებს ხო გზემოდან ესე რაღაც ჩარჩო აქვს გაკეთებული, ბავშვი რო ჩაჯდება და მეორე ქვემოთ ჩარჩო სადაც ზის. და ამათ შორის ხო ეს თოკებია. და ერთ-ერთი რომელიც ავწი ეს იქეცებოდა ეს მომეწონა ამას დავიღებ მეთქი. ეგ არ გინდაო მეუბნება. რატომ მეთქი? ეგ არ გინდა შვილო, ეგ უცხოელებზეა გათვლილი, მაქედან ბავშვი შეიძლება გადმოგივარდეს. ედას გეფიცებით გემდე ფიქრობ, ძალიან კეთილი ხალი იყო და დარწმუნებული ვარ. და არა ბიჭო, დარწმუნებული ვარ, ეგ არ უგულისხმია რომ უცხოელის ბავშვი თუ გადმოვარდება კაცო. აი ეგ აი ვიფიქრე და ბოლოს მივედი ამ დასკვნამდე რომ ალბათ რა იფიქრ, რას გულისხმობდა იცი რომ ეს ისეთი საქანელაა, რომელშიც ბავშვს თუ ჩასვავდა აქანავებ, აი უცხოელი უნდა იყო, მხოლოდ რომ სულ ყურადღების ცენტრში ყავდა, ანუ სულ ბავშვს უყურო და ყურადღება მიაქციოდა. ეხლა ქართველისთვის არის მთლიანი ჩარჩოროა, აი შუადღეს რომ ჩასვავ, გააქანებ და საღამოს რომ მიდიხარ გასაჩერებლად. აბა ახსნა ვერ მოუძებნი. არა, ეგრე იქნება ალბათ. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამ მომსახურებაზე, სერვისებზე, არა მარტო ქვეყნის გარეთაც გვაინტერესებს რა ხდება, რა, რით არიან წინ ადამიანები ჩვენზე წინ, რა სერვისები მოიგონებთ, რა შეთავაზებებია. საოცარი ამბები ხდება. მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო მომსახურების ფორმა და სერვისი ნახეთ, რომელიც არათუ ჩვენთან არ არის. აი საერთოდ ვერც წარმოგვედგინა, მაგრამ ძალიან საინტერესო იდეა შეიძლება იყოს. აი მაგალითად არის ესეთი სერვისი ბებია გამოძახებით. ბებია გამოძახებით რა. აბოდიში მე კახელი ვარ, ბაბო. ბაბო გამოძახებით. იძახებ ბებიას რა. რეკავ და აი თუ შეიძლება ნახოთ ეს ვიდეო, ამ ადამიანს აქვს თავის ბიზნესი, აქირავებს ბებიებს, აქვს თავისი საიტი, ვიდეო რგოლები აქვს და ძალიან პოპულარულია. Our grandmas are loyal and committed. Clean, make dinner. I mean, it just adds a whole nother dimension to the family that you can't when you're so busy doing it on your own. Grandma's made my life so much easier. To book your very own grandma, call toll-free 855-7-GRANNY. ტელეფონით არის მითითებული. ბებიები.com. დაგჭირდა ბებია, გამოიძახე ბებია. აი ნახეთ თან ხო კმაყოფილი მომხმარებელი იყო იქ საუბრობდა რომ ჩემ შვილებს ბებია ძალიან ეხმარება, სახსაც ესეთი ბედნიერი ვართ. ბავშვებს ბებია არ ყავდათ და არასოდეს გაუგიათ ეს ფრაზები რომ ბებო გენაცვალოს, ბებო შემოგევლოს. მოკლედ აი ესეთი საინტერესო სერვისი არსებობს. ბებიებს ქირაობენ ადამიანები.
ხო, რატომაც არა, ეხლა ვერ გავიგე. საქართველოში რანაირად აი, საქართველოში მაგალითად რატო არა, აქაც იმუშავებს. ბიჭები ახვედით მაგალითად ის აგარაგზე, კეიფობთ და გინდა რა ბაბოს სითბო კიდე ბოდიში შენთვის ბებია ჩვენს ბაბოს სითბო კიდე სხვა არის დაგტრიალებთ, აბა რამე ხო არ გინათ ბიჭებო სადღაც ღვინოს დაგისხავს სადღაც გენაცვალე ბაბო მე რე ლოცავენ შენ არ ყავს რა ბებია და ქირავთ რა გელოცავე რა კაი ბებია ყავს ნათელა ბებია ასე შემდეგ რაღაცა გეტყვის ბებო მარტო სასმელს ნუ მიაძალები ჭამეთან ბებო აბა რა გინდათ ამდენი განსხვავებული აბა რა თასვავთ ამდენს ანუ მიაყოლეთ საჭმელი კაცო ცხიმი ხონა ჩავიდეს ეგრე როგორ შეიძლება რა თაობა მოხვედით კაცო ვერ გავიგე მარტო რომ მიაყოლებთ ხო მარტო სასმელს როსოთ აბა ბებო მე რე დაიშლებით რაღაცნაირად დილით პახმელიაზე ხარ მოგაფარებს პლეც ეტყვი რომ მე კარაქიან პურს წაგისოს სქელი კარაქიანი პური არის ჩაის მიაყოლებ და ეტყვი რომ ბებო აი ყველაზე საყვარელი ბებო ხარ და ხო შვილო ხომ არ გააგრძელებ დავამატოთ რო იმუშავებს რატომაც არა ვერ გავიგე ან რაღაცას რო აკეთებ დაქირავებული ხო ბებო 50 ლარი გააგრძელე და სუბებია ვიქნები შენი მთელი დღე ხელში ჩაერჭე ჩაქუჩი რაღაცა და აღგეტკენა ვაი დედა მოგიკვდა ბებია რატო თამადებს თუ ქირავებენ ბებოს დაქირავება რა არ შეიძლება ვერ გავიგე მოკლედ ესეთი ამბავია ბებიებთან დაკავშირებით კიდევ ნახეთ ერთი ძალიან საინტერესო სერვისი ესეთი არსებობს არის ნამდვილად ნაბახუსების ანუ ბახუსის 64 ესე ქვია ანუ ახმელია ჟარგონულად რო ვთქვათ რასაც ახმელია დავარქვა ბახუსოთერაპია ანუ ახმელიის 64 ესე ქვია რა hangover heaven სულ შეიძლება ვნახოთ მათი ვიდეო რგოლიც რომლებიც წარმატებულად მუშაობს ეს ბიზნესი სხვათა შორის And what better way to help people who are hungover than to pick them up in a mobile medical treatment bus? No, not with greasy food or energy drinks, but with medical treatment. I'm the first doctor that's actually cured hangovers on a large scale. He has treated over 600 patients with a 98% satisfaction. ასეთი ამბავია ჩვენიერი სამსახურია რა რა გინდა ავტობუსით ანუ სახში მოსვლა ცხუ აქვს თან წარმოიდგინე დადის ავტობუსი ქალაქში რა ანუ ეს კონკრეტული ავტობუსი როგორც მახსოვს ვეგასში ყავთ მგონი იქ ნუ ბევრი ბახუსი პახმელია დილით ხო როგორც იტყვიან და ეს ავტობუსი დადის ქალაქში აი წარმოიდგინე დილით რო გამოდიხარ გაათხრეში პახმელიაზე რო გაქვს თვალი და თავი გისკდება და დადგები გაჩერებას გახედავ იქ კიდე შენაირო დგას ვიღაც აუ ჩაია რა პახმელის ავტობუსი აი შემდეგი როდის იქნება და ესეთი ავტობუსი აი წარმოიდგინე მოძრა ნაყინის ისინი რო იყო ხოლმე ხო ეს ტერატატარა სიგნალი რო ქონათ ხოლმე ოღონდ აქ მაგ ავტობუსს უნდა ქონდეს ხინკლის ფორმა ეს ხინკლის ფორმით უნდა დადიოდეს ქართულ ვერსიაში ხო ქართულ ვერსიაში კადრი უნდა ყავდეს ესეთი რა ხო არის ეგთანი ეს მოვა და გადასხმებს გიკეთებს და ანდო შემოდის ეს ღიპიანი ჯიგა რა არის ეგ რა მაიმუნობა კაცო გამოიგე კაცო კაცი ხარ თუ წარაკვა მოდი კაცო დადგე და არას დაგიდგამს ერჩას ჩაუბე 100 გრამი ჩაუბე საკაიბად არ გინდა კაცო ნემსი და უბედურობა კაცო შეიძლება ეგეთი ავტობუსი საფახმელი ავტობუსი შეგვიძლია გავაკეთოთ სადაც შიგნით სუფრა იქნება სულ გაშლილი საფახმელიო სუფრა იქნება ახვალ და გამოყო ჩაარყავ არახს ცოტა ლუც მოარწყავ და ეგ იქნება რატო სულაც არ არის ცუდი კიდევ ერთი რაღაც შევნიშნე მეგობრებო მოკლედ რაღან ძალიან პოპულარული ქვეყანა ვართ ტურისტებისთვის ტურისტულად ძალიან აქტიური ქვეყანა ვართ ხო ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის ეხლა რა ხდება ნახეთ ესე იგი ტურისტები რომ ჩამოდიან ისინი ხო ქირაობენ რაღაც ავტომობილს სადაც უნდა წავიდნენ კახეთში მაგალითად მოინახულონ მე ხო მთაში ავიდნენ სამეგრელოში ჩავიდნენ თუ ასე შემდეგ და ქირაობენ ხო ისინი მძღოლს თავის მანქანით აქ რა ხდება უყურეთ ორი სერვისი ავტომატურად ერთიანდება მძღოლი ხდება გიდი კი მძღოლი პირდაპირ არის გიდი იტალიელი ფრანგი ყავს ბრიტანელი ყავს სტუმრად მოლდოველი ყავს ვინც არ უნდა იყოს ყველას ენა პრობლემა არ არის ენა პრობლემა არც იმ კულტურული ძეგლის ისტორია არ არის პრობლემა ნუ ერთი ცნობილი გიდი ქალბატონი გავიხსენოთ მცხეთის სვეტი ცხოველის კი რომელსაც საქართველოს მთელი მსოფლიო იცნობს და ჩვენ კიდევ აღმოვაჩინეთ ერთი ადამიანი რომელიც ასევე კარგა ხანია ამ საქმეშია მაგრამ მე მგონი აი ამ ჟანრშია რა რომელსაც შეითავსა თუ არ ვიცი როგორ აკეთებს ამას ენარო პრობლემა არ არის თუ შეიძლება ვნახოთ ადამიანის ვიდეო რომელიც ერთ-ერთ ტურისტს უხსნის უმნიშვნელოვანეს ნაწილს საქართველოს ისტორიიდან ეს როა ვა და ეს მიწა ეს რა ეს დალოცვი ეს მიწა თურქეთმა წაიღო თურქი ჯორჯიან და ეს ტერიტორია წაიღო ვერ გაიგე რა ვერ გაიგე გოგო არ გაუგებარი რა ვერ გაიგე ჯორჯია ეს დალოცვილი მიწა ეს ტაო კლარჭეთზე უხსნის თან ეს კარგი ადამიანი მართლა გული და სული ცდილობს აუხსნას და
ნუ რაც შეეძლო ყველაფერი გაგე ბაღ დალოცვილი მიწა რა ვერ გაიგე გოგო და მან კიდე ერთი ფენომენია რა ძალიან უცნაური ამბავია უცხოელს რომ მის ენაზე ვერ აგებინებ რაღაცას ხმას უწევ გგონია ხმამაღლა თუ ეუბნები მე რეიგებს რა თურქი ჯორჯია ვერ გაიგე რა ვერ გაიგე გოგო თურქი ჯორჯია წართ ანუ ხმამაღლა თუ ეთყვი მე გონია რომ იგებ მე აბა მე გამოცდას ჩაგიტარებ მე დაო კლარჯეთი ქალო მე ვიქნები გიდი რა უცებ აგიხსნით ერთ-ერთი და თუ მიხვდებით რა ისტორიას ხსნი აბა მინი king რა king ზუგუნ სადი ცოდა მაგდ მეფე ნადირობა რა ესა ფრინველი თბილისის დაარსება არა აქ მაშინ ჩვენ ჩინელი უნდა ვიყოთ რომ ქართველი ეგრევე ამის მოყოლილი ძალიან მოვიყვანოთ აი ამ ძმის მოყოლილი იქნება ძალიან კარგი თბილისის დაარსება ხახმილი ხო იცი გოგო